გამარჯობათ. როგორც ხედავთ, უკვე ჩვენ დავასრულეთ ძლევის წმინდა გიორგის ხატის რელიეფის ატინირება მეგობრებო და აი ესეთი სახით გამოვიდა უკვე. მეგონია მოგეწონებათ. ამას ჩვენ დღეს შემწირავთ სოფელ დიღმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს. საუხად საქართველოს სადიდებლად და საბწყინებლად, რათა ჩვენი ქვეყანა გაბწყინდეს, იყოს მშვიდობიანი, ძლიერი, წარმატებული და მდიდარი. როგორც იყო პირველი სახელმწიფოს დროს, ფარნავაზისა და ვახტანგის ეპოქაში, შემდეგ დავითისა და თამარის ეპოქაში, შემდეგ გიორგი ბრწყინვალესა და ალექსანდრე დიდის ეპოქაში და მეოთხე სახელმწიფოს თელმა ერმა უნდა ჩაუყაროს საფუძველი, რომელიც მინიმუმ სურვილი არის ჩვენი, რომ გაბწყინდეს 1000 წელი და მერე რა თქმა უნდა კიდევ და კიდევ უფრო ბრწყინვალებაში იყოს ჩვენი სამშობლო. რაც შეეხება ჩემს გიორგის რომელი დროშაც უკავია, ეს უნდა გახდეს იბერიის, ბრწყინვალე იბერიის დროშა, სადაც გამოსახული არის ბორჯღალი, როგორც ხედავთ. ბორჯღალი, როგორც მზე უფალი, ღმერთი, ლურჯი ჯვარი, ეს აღნიშნული არის მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტესი და 4 ზოლი აღნიშნავს ქრისტეს 4 მოციქულს. მათე, ლუკა, მარკოზი და იოანე. ხოლო თეთრი ფერი ეს არის სულიწმინდა. ასეთი უნდა იყოს შინაარსი. ყველაფერს უნდა გააჩნდეს შინაარსი. შინაარსის გარეშე არ შეიძლება სიმბოლიკები იყოს. მე ვფიქრობ, რომ ყველას მოგეწონებათ იმდენად ძლიერი სიმბოლოები არის ჩართული. როგორც ხედავთ, რომ წმინდა გიორგი იყოს სასაოცრება ეს, რომელიც გორის ჯვარის საკურთხევლის წინ აღსამართავი ჯვრის ერთ-ერთი დეტალი, ერთ-ერთი სიუჟეტია, სადაც აქ წმინდა გიორგი აღარ იბრძვის. ის ტახტზე არის დაბრძანებული, ხმალის ქარქაში აქვს ჩადებული, უკან კიდე საბრძოლო შვიდისარი არის აქეთ აი ამ მხარეს და ურჩხულისათვის, დრაკონისათვის ორთავ ფეხი აქვს დადგმული. ანუ დათრგუნული ყავს ბოროტება. ასე დათრგუნული ყოლოდეს ჩვენი მტერი და უკეთუნი, რომელსაც უნდათ ჩვენი ქვეყნის დაპყრობა და განადგურება. ასე ყოფილიყო ისინი დადგუნული. გაუმარჯოს სიკეთეს, გაუმარჯოს საქართველოს, მის ბრწყინვალებასა და მის სიძლიერეს. ქართველი ერი ყოფილიყოს გახარებული და გაბწყინებული და გამდიდრებული. ამინ. ამინ.